ეროვნული დღესასწაული თელავში გალა კონცერტი დასრულდა. საღამოში მონაწილეობა თბილისიდან მოწვეულმა მომღერლებმა მიიღეს. მსმენელის განწყობაზე ანსამბლი შვიდკაცალი თბილისიდან მოწვეულმა მომღერლებმა მიიღეს. მსმენელის განწყობაზე ანსამბლი შვიდკაცალი ლიზა ბაგრატიონი და ჯგუფი მიქსტურა ზრუნავდნენ. დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრალურ მოედანზე თემატური პავილიონები, ფოტოინსტალაციები და კახეთისთვის დამახასიათებელი კუთხეები იყო მოწყობილი. ულოცავ სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ნამდვილად მნიშვნელოვანი დღე არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ყოველთვის ესე ლამაზად კარგად აღინიშნება. დღეს განსაკუთრებულად აღინიშნა ჩვენ შვიდკაცამ მონაწილეობა მივიღეთ თბილისში მთავარ ღონისძიებაზე. შემდეგ კი თელავში ესე მასშტაბურად აღინიშნა ღონისძიება. ზოგადად მთელი საქართველოს მასშტაბით არაერთ ქალაქში გაიმართა. რა თქმა უნდა ჩვენ მოხარულები ვართ, რომ თელავი ესე კარგად დაგვხდა ოვაციებით, ბევრი მსმენელი იყო და ვიხარია რომ ჩვენ თელავში ვიყოფებით შვიდკაცა და კიდევ ერთხელ ულოცავ სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ჩემთვის ალბათ როგორც დარწმუნებული ვარ ყველა საქართველოს მოქალაქისთვის ეს არის ყველაზე დიდი დღესასწაული, ყველაზე დიდი ეროვნული დღე, რომელსაც ძალიან დიდი ბრძოლით და დიდი შემართებით ველოდით საუკუნეების მანძილზე დღემდე მოვიტანეთ. ძალიან გასაფრთხილებელი, ძალიან მოსაფრთხილებელი, ძალიან საამაყოა და მე იმედი მაქვს, რომ ეს დამოუკიდებლობა მხოლოდ დამტკიცდება, განმტკიცდება, ძალიან დიდი სიხარული, დიდი გამარჯვებები ელოდება ჩემ ერს, მე ამის ძალიან წამს და მჯერა და რა თქმა უნდა უდიდესი სურვილი მაქვს, რაც შეეხება ჩემს დღევანდელ თელავში ყოფნას, ესაც ალბათ ერთ-ერთი ჩემი ყველაზე ბედნიერი დღეა, რადგან ეს არის კუთხე, ეს არის